პარლამენტის თავმჯდომარე მოუწოდებს ყველას აღიარონ ეუთო ოდირის დასკვნა. შალვა პაპუაშვილის თქმით, სადამკვირვებლო მისიამ მკაფიოდ თქვა, რომ არჩევნები შედგა და საქართველოს ყავს არჩეული ხელისუფლება. არჩევნებთან დაკავშირებულ სპეკულაციებსა და დეზინფორმაციაზე დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა შალვა პაპუაშვილმა. თემის დეტალებით მეგინ არსავიძეა ქრონიკის პირდაპირ ეთერში. მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, მათ შორის სახელმწიფო გუნდის მხრიდან ოპოზიცია ისევ არასაჯაროებს რაიმე მტკიცებულებას და arguments იმისთვის, რომ მათი ბრალდებები დაამტკიცონ, აცხადებენ, რომ აქვთ მტკიცებულებები, თუმცა მეხუთე დღეს ისევ არ გაუსაჯაროებიათ. საუბრობენ ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით. ეს არის ერთ-ერთი ის ბრალდება, რომელიც მათი მხრიდან ბოლო დღეების განმავლობაში ისმის. ოპოზიციის ნაწილი კი, როცა კითხვას უსვამთ არგუმენტებთან და მტკიცებულებებთან დაკავშირებით, აქცენტს აკეთებს საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებზე და შეფასებისას მათ მიერ გამოყენებულ ტერმინებზე. ყველა იმ საკითხზე, რომელიც დღეს არის პრობლემური, ოპოზიციას დაყენებული აქვს ან საჩივარი, ან მოთხოვნა, ან პროტესტი თავის დროზე. მაგალითად, ფურცლის ბიულეტენის ფურცლის ხარისხთან დაკავშირებით იყო არაერთი სიუჟეტი, არაერთი მოთხოვნა. აქ უნდა ითქვას, რომ საქართველოს ჩაატარა სანიმუშო არჩევნები და აი ეს არის არჩევნები, რომელიც უნდა იყოს ყველასთვის სამაგალითო და არა ვიჩხრიკებოდეთ რაღაც ტექსტებში და ვცდილობდეთ თავის გამართლებას. პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს აღნიშნა, რომ ოპოზიცია მოქმედებს ისევ 2020 წლის სცენარით და სურთ არჩევნების დისკრედიტაცია, ასევე აცხადებს, რომ მათი ეს გეგმა იქნება წარუმატებელი, რადგან მათ არ აქვთ რაიმე კონკრეტული არგუმენტები, ასევე შალვა პაპუაშვილმა ოპონენტების ბრალდებებზე ისაუბრა ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით და შეახსენა ოპონენტებს, რომ ზუსტად ასეთივე ქაღალდით, მარკერით და კონვერტით არჩევნები ჩატარდა 2021 წელს კრწანიშში, 2022 წელს ბათუმის საკრებულოს არჩევნები და ასევე 2022 წელს სენაკის საკრებულოს არჩევნები. არჩევნები იგივე ქაღალდით, მარკერით და კონვერტით რომ ჩატარდა 2023 წელს პარლამენტში შუალედური არჩევნები და მერების და საკრებულოების შუალედური არჩევნები, ამაზეც ყურადღება გაამახვილა დღეს შალვა პაპუაშვილმა, ასევე აქცენტი გააკეთა ეუთო ოდირის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე და აღნიშნა, რომ არჩევნები შედგა და ეს ყველამ უნდა აღიაროს. ეუთო ოდირმა საკუთარ ანგარიში წერილობითაც და ზეპირადაც ბრიფინგზე მკაფიოდ თქვა, რომ ეს არჩევნები შედგა. ჩვენი მოლოდინია, რომ ყველა, მათ შორის ევროკავშირი, იქნება ერთგული ეუთო ოდირის დასკვნის. დასკვნაში აისახა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის აქტივობები, როგორც ადმინისტრაციული რესურსი, კერძოდ ის, რომ ის თავის პოზიციას, პრეზიდენტის პოზიციას იყენებს საარჩევნო მიზნებისთვის, რაც ცდება მის კონსტიტუციურ ჩარჩოებს და რაც არ აისახა არც ერთი ადგილობრივი ეგრეთ წოდებული დამკვირვებლის ანგარიში. მის ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები შეკრულები არიან ოპოზიციასთან და შესაბამისად ქალბატონ სალომესთან და როგორც სხვა დროს, რა თქმა უნდა, არ ამხელენ საკუთარ თანამზრახველს შესაძლო მოსყიდვასთან დაკავშირებით. ეუთო ოდირს არც ერთი ფაქტი არ აქვს დაფიქსირებული. კითხეთ ეუთო ოდირს რას ხედავენ ისინი, რა შეიძლება იყოს ზეწოლის ხასიათის მატარებელი. ეს იყო უბანზე არსებული კამერები. მინიმუმ ბოლო 12 წელია ყველა არჩევნებზე არის ეს კამერები განთავსებული, რომელიც არის კანონით დაშვებული, რომ სუბიექტს ნებისმიერს და სხვათა შორის არა მხოლოდ ქართულ ოცნებას, სხვა სუბიექტებსაც ჰქონდათ განთავსებული. რატომ არის ჩვენ ინტერესში, ქართული ოცნების ინტერესში, რომ კამერები იყოს განთავსებული, იმიტომ ზუსტად აი ეს სპეკულაციები, რომელიც შემდეგ არის, იყოს აღბეჭდილი, ყოველ არჩევნებზე შეიცხადებენ ხოლმე ეგრეთ წოდებულ კოორდინატორებს, რომლებიც დიახ, ჩვენი ამორჩევნების მობილიზებას აკეთებენ არჩევნების დროს, ყოველ არჩევნები ზუსტად ასე იწყება ყოველ დღე, არჩევნების წინა დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია სირცხვილია, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს, თქვა, რომ მათ გამოყოფილი ყავთ 5 ავტობუსი იმისთვის, რომ ამორჩევლები გადაიყვანონ რეგიონში ხმის მისაცემად. აი ვისი საქმეც ეს არ არის, ეს არის ევროკავშირის ფულის საქმე, რომ აქ ავტობუსებით ატაროს ამორჩევლები უბნიდან უბანზე და ამას აკეთებდა სირცხვილია. ამიტომ თუ კიდე ვინმეს პასუხი აქვს გასაცემი, ეს არის NGO სექტორი, რა ფულები დაიხარჯა ამორჩევლის მობილიზებაში და მესამე საკითხი ადმინისტრაციული რესურსი დაგვისახელა ეუთო ოდირმა. მერების ჩართულობა. მერები არიან პოლიტიკური არჩეული თანამდებობის პირები და ეს არის არა ადმინისტრაციული, ეს არის პოლიტიკური რესურსი. როგორც მინისტრი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, როგორც პრემიერ-მინისტრი. ეხლა თუ პრემიერ-მინისტრის გარეშე უნდა იყოს კამპანია პარლამენტის წევრების, პარლამენტის თავმჯდომარის, მერების, ეხლა აბა ვინ უნდა ატაროს კამპანია?
მაშინ გადაგვიცია ბურთი და მოედანი NGO-ებისთვის, როგორც იყო ახლა დაკავებული და NGO-ების ჯახი უნდა იყოს საარჩევნო კამპანია. მეხუთე დღეს რომ ამას მოიფიქრებ და თქვა მათ შორის ხედავ თქვენ ქალბატონ სალომეზეც იყო საუბარი, ამაზე ცალკე კიდევ ვრცელდებოდა დეზინფორმაცია თითქოს იქ ჩანს მისმის სახმა. NGO-ებმა ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრეს, გამოვიდნენ და მორშა თლიანად უნდა გაუქმდეს, იმიტომ რომ მელანმა გაჟონა. ამ საკითხზე არაფერი არ აქვს საერთოდ ნათქვამი EU-ოდრის თავის დასმაში, თავის 350-იანი დამკვირვებლებით. ამ სისტემასაც ძალიან კარგად იცნობენ. ამ სისტემას ზეპირად იცის CESCOM. იმიტომ იყო CESCO წევრი ბატონი სიორიძე, რომელიც ერთ-ერთ ეთერში ვნახე, ხმას ვერ იღებდა ამაზე. კომიკურ დონემდე დასული ბატონი თენგო და გუშინ ბატონი გრიგოლიც ვნახეთ, რომელიც ტოპ ტვინებთან ერთად, ტოპ IT სპეციალისტებთან ერთად ტოპ ანალიზს აკეთებენ. ამ ხალხის იმედად არიან, მათ შორის ის უცხოელი აქტორები, რომლებიც ახლა აკეთებენ განცხადებებს, რომელიც მათ სხვა დროსაც გაუკეთებიათ. ასეთივე დაბრალება იყო სააკაშვილის საკითხს. ხო აღმოჩნდა ტყუილი დაბრალება. ეუთო ოდირი თავის როგორც წერილობით ისე ზეპირ ანგარიში იყო მკაფიო. ან არჩევნების შედგა საქართველოს ხავს არჩეული ხელისუფლება. წერტილი. სოციალურ ქსელში ერთმანეთს ეჯიბრებიან, ჩემი ვიდეო შეიძლება გამოვაქვეყნეო. შესაბამისად, რამე ფაქტები მათ რო გქონდეთ, აქამდე გაასაჯაროებდნენ და პროკურატურაში რიგები დადგებოდა, მაგრამ არაფერი ფაქტი არ აქვს და ეხლა არიან უბრალოდ აი აგონიაში და პატრონებთან აქვს თავიანთი რაღაცა დამოკიდებულება, ეხლა ეს ფული რო აიღეს და ვერაფერი შედეგი ვერ დადეს, ეხლა გარკვეული პასუხისმგებლობები როგორც ჩანს არის მათი პატრონების წინაშე. ეს მათი პრობლემაა, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენ ცხოვრებას. ოპოზიციის უარგუმენტო ბრალდებებთან დაკავშირებით საზოგადოება ყოველდღიურად ისმენს დეტალურ განმარტებებს ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან, ასევე მოხდა ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებულ ბრალდებაზე. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ საჩივრებზე მოხდება რეაგირება კანონის შესაბამისად. ძალიან კარგია, რომ არჩევნებიდან მე-6 დღეს იმ სავარაუდო სქემებთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავდა ვერიფიკაციის მანქანის გაორებას, რამდენიმეჯერ ხმის მიცემას და ასე შემდეგ, რაც მთლიანად გააკარწყლა ამერიკული აუდიტორული კომპანიის დასკვნამ, რომ ასეთი შესაძლებელი იყო. ახლა საკითხი შეეხება ძირითადად ტექნიკურ საკითხს. მე რაც ვნახე, თავად მომჩივანი არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებაც ამბობს, რომ აქ საუბარია ხომ არ იყო ხმის ფარულობის პრინციპის დარღვევა და ისიც ამბობს, რომ ის არ ამტკიცებს, რომ შესაძლებელი იყო რომელიმე ასეთი ბიულეტენიდან ამომრჩევლის ნების იმდაგვარად ამოკითხვა, რომ ხმის ფარულობის პრინციპი, ხმის ფარულობა კონკრეტული ამომრჩევლის დარღვეულიყო. ცხადია, ეს საკითხი არის მსჯელობის საგანი, არის თუ არა ეს იმგვარი დარღვევა, რომელმაც შეიძლება შედეგი და გავლენა იქონიოს ამომრჩევლის შედეგებზე, როგორც იცით, შემოდანილია შესაბამისი საჩივრები საარჩევნო ადმინისტრაციაში და საარჩევნო ადმინისტრაცია კანონით დადგენილ დროსა და ვადაში განიხილავს ამ საჩივრებს და შესაბამისად გვექნება რეაგირება ის, რასაც კანონმდებლობა მოითხოვს. არჩევნებიდან მე-5 დღეს ოპოზიცია და მათი მოკავშირე მესამე სექტორი ისე ვერ ახერხებს არგუმენტებით გაამყაროს მათ მიერ გამოთქმული ბრალდებები. მეგინ არსავიძე საუბრობდა ქრონიკის პირდაპირ ეთერში.